ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს. დიპლომატიური უწყების ცნობით 22 მაისს ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მარკო რუბიოს დავალებით ითხოვა. ირაკლი კობახიძემ სამართლიანად დაგმო რუსეთის დროშის შეურაცხყოფა ქართველი მომღერლის მიერ. დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი კობახიძეს აქებს. შეუსაბამოდ მიმაჩნია მსგავსი სიმძიმის სასჯელი. მარნეულისა და უჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმაურება. მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ 750,000 ლარამდე სესხის აღებას უცხოურ ვალუტაში ვეღარ შეძლებენ. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში 1 აგვისტოდან შევა. ზელენსკი ამბობს, რომ პუტინთან და ტრამპთან სამმხრივი შეხვედრისთვის მზადაა. სერგეი ლავროვის განცხადებით კი რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.